ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი ელისო კილაძე პირველი სასამართლოს ხდომის მოლოდინშია. სასამართლომ დღეს ან მაქსიმუმ ხვალ მისი და მასთან ერთად ბრალდებული პირების აღკვეთი ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს. ცნობილია, რომ პროკურატურამ ჟურნალისტის და კიდევ 5 ბრალდებულის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ ზომას მოითხოვს. ამ პირებიდან პირველ ხდომაზე ბრალდებულის სკამზე არის ხდებიან უკვე ორგზის ბრალდებული და ძებნილი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე და ასევე დავით მიქაძე. დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელსაც. ელისო კილაძესთან ერთად დიდი ალბათობით პირველ ხდომას ისედაც პატიმრობაში მყოფი გიორგი მიქაძე დაესწრება. ჯამში 10 პირი, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გუშინ დააკავეს. საქმე ეხება კოლ-ცენტრებს, თაღლითობას და ფულის გათეთრებას. ელისო კილაძე დანაშაულს არ აღიარებს. მისი განცხადებით ის არც ფარცხალაძეს იცნობს და მიქაძეებიდან მხოლოდ დავით მიქაძესთან მეგობრობს. მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ლეპტოპი, მეხსიერების ბარათები და ფული. ფორმულას ჟურნალისტი ნინი ბალანჩივაძე მუშაობს თემაზე, ის ჩვენს ეთერს უერთდება. ახლა ნინი არის თუ არა უკვე ცნობილი რა მასალები და მტკიცებულებები დევს საქმეში და რამდენი ხანია ზოგადად პროკურატურამ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო? Კეთი ჯერჯერობით უცნობი არის რა კონკრეტული მტკიცებულებები დევს სისხლის სამართლის საქმეში, იმ საქმეში, რომლის შესახებაც ჩვენ გავიგეთ პროკურატურის მხრიდან, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის წინააღმდეგ კოლ-ცენტრების მუშაობის საქმეზე, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში, სწორედ ბრალდებულები არიან, მათ შორის ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები და ასევე ჟურნალისტი ელისო კილაძე. საქმის მტკიცებულებებს დეტალურად ჩვენ გავიგებთ მას შემდგომ, რაც ეს გადაეცემა ელისო კილაძის ადვოკატებს. დღეს ისინი პირველ საათზე მიდიან პროკურატურაში და შესაბამისად ექნებათ საშუალება, რომ საქმის მასალებს უფრო დეტალურად გაეცნონ. ისინი ამბობენ, რომ მოცულობითი არის ეს მასალები, საუბარია 20 ტომზე. შესაბამისად მათ სჭირდებათ დრო, რომ ამის შემდგომ უფრო დეტალური განმარტებები გააკეთონ ამ საქმესთან დაკავშირებით. მანამდე კი ჩვენ ვიცით, როგორც ადვოკატების ასევე თავად დაკავებული ჟურნალისტის პოზიცია გუშინაც, ვიდრე მას გადაიყვანდნენ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მან გაავრცელა წერილი, სადაც საუბრობდა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მის ამ დაკავებას უკავშირებს ოცნების ხელისუფლების წევრების მხილების სერიას. მათ შორის მას საუბარი ჰქონდა სუსის მოქმედ უფროსზე მამუკა მდინარაძეზე. იგივე პოზიციაზე არიან დღეს მისი ადვოკატები. ამბობენ, რომ საქმის მასალებში არ იქნება არანაირი მტკიცებულება ელისო კილაძის წინააღმდეგ და ასევე აანონსებენ იმას, რომ თავად ჟურნალისტი პროცესზე უფრო დეტალურად ისაუბრებს ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირებს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას და ასევე ადვოკატები ამბობენ და მოითხოვენ ავთენტიკურობას იმ აუდიო ჩანაწერის, რომელიც მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი არის, სადაც ელისო კილაძე ესაუბრება გიორგი ჯიბლაძეს კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით, კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით და ამაზე ადვოკატები დამოუკიდებელი ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვენ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია, მხოლოდ გავეცანი ბრალდების დადგენილებას, რომელიც ქალბატონ ელისოს აქვს სახელზე. ვინახულე, გავეცანით ერთად, გავიარეთ. რა თქმა უნდა, ეს არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება ამ ბრალდებაში. მიაჩნია, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი იმისათვის, რომ მისი იზოლაცია მომხდარიყო, ჩამოიშორეს რაღაცა ჯგუფებმა, იმის გამო რომ ხელს უშლიდა. რას უკავშირებს მაშინ? გააკეთეს განცხადებას ალბათ, როცა მოვა სასამართლოზე. უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი, ან თუნდაც კომპლექსური ექსპერტიზა. სხვადასხვა ექსპერტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. სანდოობა, რო გითხრათ, რომ ხელისუფლების წყაროებს გააჩინეთ, არ გააჩინეთ. მართლმსაჯულება არ ხორციელდება დიდი ნდობის გარემოში და პირობებში. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის პროკურატურამ დაასახელა ოთარ რომანოვ ფარცხალაძე. ის უკვე არის ორგზის ბრალდებული. სხვა საქმესთან დაკავშირებით ახლა უკვე საქმე ეხება კოლ-ცენტრების საქმეს. მათ შორის საუბარი არის აქ დავით მიქაძესთან მიმართებით და ასევე პროკურატურის განცხადებაში მოვისმინეთ, რომ კოლ-ცენტრების საქმეს მფარველობდა სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. ის 4 საქმესთან 4 ეპიზოდთან დაკავშირებით არის უკვე ბრალდებული და მათ შორის ერთ-ერთი არის სწორედ კოლ-ცენტრების მფარველობა. ჩვენ ვესაუბრეთ მის ადვოკატს, ვესაუბრეთ ასევე დავით მიქაძის ადვოკატს. ისინი გვეუბნებიან, რომ დეტალებზე მას შემდგომ ისაუბრებენ, რაც უკვე საქმის მასალები გადაეცემათ და ექნებათ საშუალება, რომ უშუალოდ ნახონ თუ რა წერია მტკიცებულებებში სახელმწიფო ბრალდებაში. უფრო სწორად, რაც შეეხება სუსის ყოფილი უფროსის ადვოკატს, ის გვეუბნება, რომ მას საგამოძიებო უწყებიდან არავინ დაკავშირებია და გუშინდელ ბრიფინგთან დაკავშირებით რაიმე დამატებით განცხადებას ჩვენთან ვერ გააკეთებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების დამოკიდებულება ამ საკითხზე არის სასახა, მათ არავის არის კავშირი ნებისმიერ არც ერთ კოლ-ცენტრთან საერთოდ არ ქონიათ.
მით უმეტეს რაიმე მათი მუშაობის ან ფუნქციონირების ორგანიზებასთან. აქედან გამომდინარე ის თვითონ მასალების საქმის ჯერჯერობით არ გადმოუცდიათ რაიმე დეტალებზე რო ვესაუბროთ, მაგრამ ის დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ რაიმე კავშირი ჩემი დაწესებულების კონცენტრებთან ნამდვილად არ გააჩნიათ. კონცენტრების ნაწილში არავისთან კავშირი არ ქონიათ, ბუნებრივია და თუ ჩემი დაწესებულებიდან მაგალითად ბატონ გიორგი მიქაძეს გამოვყავთ, მაგრამ საერთოდ არ იცნობდა კანტონელის ოკილაძეს. კომენტარზე თქვენ იცით რომ მე გაურთმელობაზე მოსწრებული მოწერილი და ჩემს სისხლის სამართალ საქმეზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ და რაც შეეხება ახალ რაც პრინციპზე მოვისმინეთ იმაზე მე სისხლის სამართალ საქმის მასალებს არ ვიცნობ და კომენტარს უნებრივია ვერ გავაკეთებ. დაგითხრათ, არაფერი არ მაქვს თქვენი ახალი. თავისი პოზიცია როგორია აი კოლ-ცენტრების ნაწილთან დაკავშირებით? ამაზე არაერთხელ ვთქვი რომ რაც ბრალდება აქვს ადგენილი ბატონ გრიგორი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჯერჯერობით უცნობი არის, როდის ჩაინიშნება ამ საქმესთან დაკავშირებით სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე უკვე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმშელებს 10 პირთან მიმართებით, თუმცა ცნობილი არის ის, რომ ელისო კილაძესთან დაკავშირებით და კიდევ 5 პირთან დაკავშირებით სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.